გამარჯობა, მე კონსტანტინე ვარ. სამთავრობო საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზე პარლამენტი მუშაობას დაჩქარებული წესით იწყებს. ასტანაში რეგიონული ეკოლოგიური სამიტი გაიხსნა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვიდა. საქართველოს თავმჯდომარეობით ვენაში ეუთოს ფორუმი იმართება. 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3.929.000 შეადგინა, მათგან 52% ქალია, ხოლო 48% კაცი. საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული ავიაკომპანია კონდორი ბრუნდება. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მედიკამენტებს და მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ. აქტივისტ ლუკა ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და შევიწროებაში ადანაშაულებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის ბრალდებული პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა. ნორვეგიაში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა. 22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება. ამ და სხვა მნიშვნელოვან ამბობებს პრაიმ თაიმის გვერდზე წაიკითხავთ. შეხვედრამდე.